მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესად მიმიცხვნილ საზეიმო ღონისძიებას დავესწარი. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის საკუთარ Facebook გვერდზე წერს. ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების წინაშე სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი გამოვიდნენ. ღონისძიებაზე გაეროს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო 8 წლეულის მიღწევებზე გამოხილდა ყურადღება. გაეროს დაარსების 80 წლის იუბილეს მიმიცხვნილ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრდნენ. აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი. ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატ ალეკო ილისაშვილის განცხადება, რომ გამარჯვების შემდეგ მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზება დაიწყება. როგორც კალაძე მედიასთან განაცხადა, წარმოუდგენელია მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს. ამასთან მან თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის საარჩევნო დაპირებებით შეაფასა და მას მოძალადე უწოდა. წარმოუდგენელია ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ გააფუჭოს გაკეთებული და მომავალშიც არაფერი გააკეთოს. ხალხი ხომ ისმენს ამას, საზოგადოებას ხომ გამოაქვს ანალიზი, როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს. ამიტომ არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. როგორ შევაფასო, არ ვიცი, სიტყვებით არ მყოფნის, იმდენად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან, განაცხადა კახა კალაძე. დარბეული და გაბრაზებული ხალხის სტიქია, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნება დილემის წინაშეა, როგორ შეაჩეროს მშვიდობიანი, თუმცა პრინციპული ხალხი, რომელიც ხელისუფლების დაბრუნებას მოითხოვს. დღეს მას და მის ეგრეთ წოდებულ საყრდენებს წინ უდგათ დილემა, როგორ შეაკავონ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად მოითხოვს მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის მშვიდობიანად დაბრუნებას. ჩვენ ასევე პრინციპულად მშვიდობიანი ცვლილების მომხრეები ვართ და ჩემთვის იდეალური სცენარია ძალაუფლების გადაბარება ხალხისთვის ისე, რომ არავის მათ შორის ქოცსაც თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ხალხზე ძალადობას, ეს ბუმერანგი ვითვე დაუბრუნდება მას. დარბეული და გაბრაზებული ხალხის სტიქია, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ არ იმუშავა შემდეგ ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ჩაერთო. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. ის აღნიშნულით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი კოალიციის მერობის კანდიდატმა ბოლნისში კანდიდატურა მოხსნა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ თითოეული იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ამ ზეწოლაში და შანტაჟში მონაწილეობს, განაცხადა კუპრაძემ. შეგახსენებთ, ლელო ძლიერი საქართველოს ბოლნისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ საკუთარ კანდიდატურას ქართული ოცნების კანდიდატ ზამურ ჭითანოვას სასარგებლოდ ხსნის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმის და ლოჯისტიკის მიმართულებით. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის, ნათქვამია ინფორმაციაში. ლელო ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ირაკლი კუპრაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე პროგრამული პრიორიტეტები წარმოადგინა. ასევე მან ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებზე და სკოლებში უფასო კვებაზე გამოხვილა ყურადღება. დღეს, სადაც საჯარო სკოლებში ყოველი მეოთხე ბავშვი მშილობს, მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ გადავარჩინოთ მომავალი თაობა. ეს არის მინიმალური მხარდაჭერა, ჯანსაღი და უფასო კვება საჯარო სკოლებში. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება უკვე შევძელით წალენჯიხაში, განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ. სუსის პრესსამსახურის თანახმად მამუკა მდინარაძეს დახურულ ფორმატში 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. ბაქოს უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი არის შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საკითხებზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა გამართონ საქმიანი შეხვედრები, გააღრმავონ თანამშრომლობა და გაცვალონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სუსის ხელმძღვანელი ბაქოში უსაფრთხოების ფორუმზე 19-21 სექტემბერს იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია. აღნიშნულია ინფორმაციაში. ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია. მარგუს ცაჰკნას განცხადებით ესტონეთს რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის მყარი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს და მას საბჭოს ესტონეთის საჰაერო რადარიდან ამონაბეჭდი ფოტოსურათები წარუდგინა. მანამდე გაეროში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილე დმიტრი პოლიანსკიმ ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩ ოლივიე კურტოს შეხვდნენ. ამ შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანამდე არსებული პრაქტიკით თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად ყოველთვიურად 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვის ცენტრში ან ლიბერტი ბანკში ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროში სიტყვით გამოსვლისას და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერის მიღებას შეეცდება. ამის შესახებ როიტერსი იუწყება. გამოცემა წერს, რომ კულისებში კიევი ჩუმად ემზადება ომის ახალი ფაზისთვის, რომელშიც ის უფრო მეტად საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული. კიევის იმედები, რომ ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ახალ მკაცრ სანქციებს დააწესებს, ქრება. წყაროს თქმით, უკრაინა არა მხოლოდ სანქციებისა და ამერიკის დახმარების შემცირების გამო აღმოჩნდა დაბრძოლების წინაშე, არამედ შესაძლოა ევროპაში მოკავშირეების სხვა მხარდაჭერაც დაკარგოს. აღნიშნულია როიტერსის სტატიაში. ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის ნიუ-იორკში ჩასვლამდე თავიანთი სამუშაო პრაგმატულ დიპლომატიას წარმოაჩინეს და არა გადამწყვეტი მოგზაურობისთვის მზადებად. ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს. ბრიუსელი მოლდოვის ოკუპაციის გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება საგარეო ჩარებას არ მოითხოვს. ჯარების განლაგება მოგვიანებით იგეგმება. საბაბის მოძებნის მიზნით დნეპრისპირეთისა და რეგიონში განთავსებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. შესაძლოა ვადად 30 ნოემბერი განიხილება, როდესაც დნეპრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩევნები ტარდება. ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით ამ ეტაპზე მოლდოვის ოკუპაციის მიზნით ნატოს ჯარების თავმოყრა რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს. განცხადების თანახმად ევროპელებს რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირების ეშინიათ და პატარა მოლდოვაზე შურისძიება სურთ. დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტში მომხდარი შეფერხება დანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე სერიოზული თავდასხმა იყო. ეს რაღაცას ამბობს იმ დროზე, რომელშიც ვცხოვრობთ და რისთვისაც ჩვენ როგორც საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ. აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ხელისუფლება არ გამორიცხავს არანაირ ვარიანტს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამის უკან. ნათელია, რომ ეს ემთხვევა იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ სხვა დრონებით თავდასხმებთან, საჰაერო სივრცის დარღვევებთან და ევროპის აეროპორტებზე ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით, აღნიშნა დანიის პრემიერმა. შეგახსენებთ, კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტები რამდენიმე საათით დაიხურა მას შემდეგ, რაც ორშაბათს გვიან ღამით მათ საჰაერო სივრცეში დრონები შენიშნეს, რის შედეგადაც 10,000-ობით მგზავრი გზაში დაზარალდა, რადგან ავიარეისები გადამისამართდა, დაგვიანდა ან გაუქმდა.
ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.